რამდენი სავალი ნაწილი აქვს მოცემულ გზას? ნახოთ პირველ რიგში განვიხილოთ რა არის გზა. გზა არის მოძრაობისათვის განკუთვნილი მიწის ზოლი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ასევე რამოდენიმე. ამ შემთხვევაში გზას აქვს ერთი სავალი ნაწილი, რადგან ამ გზაზე არ გვაქვს გამყოფი ზოლი. სავალი ნაწილი არის გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის. გზას ორი სავალი ნაწილი იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის გამყოფი ზოლით არის გამიჯნული. გამყოფი ზოლი არის კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც გზას ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებად, ამას ვნახავთ შემდეგ ბილეთში და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის. ერთ სავალ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე მოძრაობის ზოლი. მოძრაობის ზოლი არის გრძივი საგზაო მონიშნვით მონიშნული ან მოუნიშნავი ზოლი, რომელსაც აქვს ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე. ამ სურათზე ჩვენ გვაქვს 6 მოძრაობის ზოლი და ერთი სავალი ნაწილი, ანუ სწორი პასუხი არის 1.